გაუმარჯოს. საღამო თუ შუა დღე საღამო მშვიდობის მეგონი 6 დაიწყო. კი რა ხდება. ესე იგი წაღანდელმა ჩემო ვიდეო თქვენც კარგად გაგამხიარულათ, ჩემი არ იყოს ქათმებთან დაკავშირებით ვამბობ რა. ქათმების ვიდეოს გულისხმობ. ხო და მართლა ვიცინე ოღონდ მე, მართლა ვიცინე და ბევრი მიწერდი კიდე რომ ლაშასო ისან რეაქციაო გადაიღეო ლაშასიო. მე ირათა ხალათით ზემოდან მეცვა და რაღაც ჩავიხედე ხას იმაში შევაგდე საერცხის მანქანაში. ხო და ლაშას რეაქციას ვერ გადავიღებდი რომ მე მაღლა ვიყავი, როდესაც მოვიდა. უბრალოდ ფაჯრიდან გაოცებულ სახეს მოვყარი თვალი რომ ესე უყურებ. ანუ სკოლიდან მოვახვალ პირდაპირ ოთახში ამოდის რომ კომპიუტერი რაღაცები ამოიყოლოს და სკოლის ისინი და ისა. ანუ არა მოვიდა კაცი გაოცდა გეიქ შუაში იდგა და უყურებდა. მეთქი ეს ის შენი ვარიები არიან თქო და ხო და რაცა გვადადო. რა ვუთხარი ვარიკელებს რა გითხრა მეთქი თვითონ იმ კაცმა მითხრა რომ კაი ხნიერი ხალხი ისინი არიან ვარიები რაღაცა ქათმები. არა დამხელები არიან. ანუ რო დაკლა ხალხი, ნუ ვერც დაკლა, ვიცი რა საკან. ხორცი ხომ უნდა გქონდეს ხორცი, აი ადრე რომ გადაასახლებდნენ ხო იცი ციმბირში და უბედურად რო იყვნენ გაძვალტყავებულები ხოლმე და რაღაცა ზუსტად ეგ გადასახლებულები არიან დაბრუნებულები ეს ჩემი ქათმები. ხო და ყველა სასაცილო უნდა გითხრათ და იცი გაოცდა რა ერთი ყველა ვარიანტში მოკვდება ის წეღარო მოწვებოდი ყველა ვარიანტში მოკვდება ეგ. ხო და სასაცილო რა იყო იცი აქ დავალაგე და ეხლა მინდა და უთოს დაწყება რა და მეთქი ვიდეოს ჩავწერ და შევარ წყალიც ამოვიტანე უთოსთვის რაღაცა სხვა ისეთი არაფერი არა მაგ გასაკეთებელი და საროჭკასაც ეხლა ხვალ დავხატავ რა ერთი ღამაკ ამ წუთას და გულზე ლოდივით არ მადევ რომ ბევრი არ მაქვს დაგროვილი და არ მელოდება ხალხი თქო. აქ დავჯექ ცოტა ხანი მეთქი ფეხმა დამისვენოს და ნინო მოვიდა და დედაო კიბის ქვეშ სისხლიაო რაღაცა. უცბად დავფიქრდი ხარ რა სისხლი შეიძლება იყოს კიბის ქვეშ, იმიტომ რომ დილას მე ისა მოგავე, მოვასუფთავე და არაფერი სისხლის კვალი არ იყო რა და დილას კი არა 15 წუთით ადრე ვიყავი ჩასული და ბუმბულები ცხორყრია მეთქი ან რაღაცა, იმიტომ რომ ხშირად იციან ჩემმა კატებმა ჩიტის დაჭერა. და ძირითადად კიბის ქვეშ მიირთმევენ ხოლმე. და ის ბუმბულები რაღაცები რო ყრია, მაგით ხვდები ხოლმე რა და ვიცი თორე აი მან ნერვოზი გამიჩინა და შეიძლება ქათმამდე ეს თმები მოვიიცალო. ხო და ესა დამეჭანუ არა უნინომ რომ მითხრა ბუმბულები არ ყრიაო და რაღაც. ჩავედი და ერთ ცალი დავინახე რომ უკან მხარეს ქონდა შეწითლებული არა სისხლიანი. მეორე იმას შევდა კორტნი და ის დადიოდა და ის მისდევდა. ხო და ამოვსვი რა ის ერთი ცალი რომ აქეთ გამოიაროს მეთქი რომ ცოდოა ეხლა რაც არ უნდა იყოს და მომოკდავია თუ რაღაცა სულიერი არსება და ამოვსვი. რომ სტკივა მეთქი ალბათ. ხო და მე გავედი იქით წყალი ჰქონდათ დაღვრილი და დავუსხი ხალხნო და ის მივაყუდე ისე ის წეღარო ვაყუდებდი ისე მივაყუდე მზეზე ცოტა ხანი მეთქი გაკაჭე სანამ ჩაქსო ყუთში და ნუ რა ვიცი სხვა არაფერი ისეთი არ დამხდა ყურადღებას ვაქცევდი რომ იქითა წიწილებმა და ქათმებმა არც ემოთქო არ გამოვიდნენ მეთქი და არც არ შეეხნენ. დაჟე ერთი იმდენად ამბიციურია ეს მომაკვდავი ქათმებიდან ერთ-ერთი რომ ანუ ავიდა მაღლა იქით ინდაურისკენ გაისეინა ტუპისთან მივიდა მოვიდა. თან ვუყურებდი ეხლა რა გზაში არაფერი დაებართოს მეთქი მივეხმარო. მოვიყვანო ადგილამდე, მაგრამ არა ჯამთელად მივიდა მოვიდა ვაჭამეს ცოტა და იმ ერთმა არ აჭამა საერთოდ ვერ დავკლა მაგას აი ხო უნდა მიგივიდეს გული რომ შეჭამო რომ შენი გაზრდილი რო იყოს და რაღაცა და მოიწყეს დაკლავ კი არა და რა მარისთვის გაზარდ.
მაგრამ ეხლა იქ მართლა 5 დღე არ უჭამიათ. რა უნდა დავკლა ხალხო. ბევრი მაგას დაუკლა ქათამი სხვა. და მოველი რა ვიცი ისე პერიოდულად ესე ჩავდიოდი და ჩავხედავდი და ჩავედი ხალხნო და აი ეს საკეიფო თაღის რომ მომისკლიდეს რა ბარემ მეთქი დღეს მანდ იყვნენ დღე ხვალა მან აღარ გამოუშვე ბაღში გაუშვებ ხვალა იქით პატარა ბაღში იქ იყვნენ ხო და მოვასუფთავებ მეთქი რა და იმ ადგილს შევხედე რა რომ როგორ გასკლიდეს მეთქი გუშინელი დალაგებული და რას ვხედავ კვერცხი იცი რა მხელა კვერცხიდო აი ქათამზე ოდნავ პატარა კვერცხი დაედოთ იმ უბედურებს დაედოთ კვერცხი ავიღე ეს კვერცხი აი იცი როგორი კვერცხი მაღაზიაში რო კაი დიდი თეთრი კვერცხი აი ანუ ავიღე და გადავხედე რომელმა იმშობიარეთ გვეუბედურებო რომელმა დადეთ და ის არ დადებდა რას ეკავდა ყუდებული იყო თავისთვის აი აქეთ იდგა იცი რა მდგომარეობაში რაღაცას კი ამოგიბრუნებია და რაღა ეკათამი უკან აქვს საშინელი მდგომარეობა არ ვიცი თან მოძრაობს დადის კენკავს მაგრამ კაი ნამშობიერებელს აკა როგორ დადო იმხელა კვერცხი ამხელა ქათამიც რო იყოს კიდე არა უშავრა რასა ეკავ ვაი დედა არ ვიცი ანუ როგორ ხარ გაბატონო მანანა მაწვდის და ხომ არა გაქვს არა უგულს საიდან მექნება ბანკიანად ჭამენ მაკლია აუ ნინოს შეხმოვაზე ვიცინე თან შენი სიცილი ხო ძალიან მიყვარს იგი ვიცინე რო არ ვიცი რა გემრიელად მეორე ხმოვასაც მოусმენ ერთი ხა მოვიდა ვაი დედა ხო და ეგეთი ამბები ხალხნო დღეს მაგათი ცოდვით ვიწვი ოღონდ მართლა კვერცხი მართლა განახტე ხა ყავადავლია უკვე აი დიდად მინდოდა მეთქი მოგატყუოთ მაგრამ შემომელია მაინც მეძინა წამოვწექი და ისე კი არა საერცხე ხო შევყარე დილიდან აი ამ დრომდე მუშაობს და ეხა გამოირთა რა ის ხალათი და ისინიც რო გისავქენ და ეხა ბოლო რო შევყარე და სანამ გამოირთვებოდა ძილიამყვა სანამ გამოირთვებოდა ის რა ქვია მიველი საწოლთან გადავშალე გავიხადე და დავწიკე აი როგორც გემრიელად ღამე მეძინა ეგრე მეძინა მე გაოცებული მამიდა ჩემი მირეკავდა რომ სადახარო ნომერზეც დაგირეკე მესენჯერზეც დაგირეკე და კიდე დაგირეკეო და მაიკო მითხარ რომ ეძინება უეჭველი მოთხარი მეძინა და ამ წამს გამეღვიძა თორე მაინც ვერ გიპასუხე იმიტომ რომ როცა ვიძინებ ტელეფონს ხმას ვუთიშავ სულ რო ქვეყანა დაინგრეს ვერ გავაგებინებთ ცუდად ავხდები როდესაც ძილში ტელეფონი რეკავს იმდენად ცუდად მიხდება გული რომ მაგას ორჯერ სამჯერ ვერ გადავიტან და ამიტომ ვთიშავ და რომ ავდგები ხოლმე მე ვნახულობ თუ ვინ მირეკავდა და შემიძლია მე გავცე პასუხი ასე რომ თუ არ პასუხობთ ესე იგი ძინა მამიდა ჩემთვის უნდა ჩამეგდო ქათმები სურათები ან ვიდეოს ლინკი უნდა გაუგზავნო უყუროს ხო არ უნდა რა რომ იყიდოს მსგავსი ჯიშის რომ არ გამოეპაროს მაინც ხა ოჯახია რაღაცა ქათამი საჭიროა თან ეგეთი კაი ქათამი ხო და რა ვიცი არ მიმიწერია თან ნახე იმდენად მაგარი ეს ვიღაც კატა არის აი ხა ჩამოვიდე მოყურე ისი კატა არის აი ეს
აი ეს ბავშვების მამა დაბრუნდა ხალხნო. ეხა გავა ბავშვები. თან ისეთი ან მომაკვდა ისეთი ქათმები არიან თქო მომაკვდავებიც კი კვერცხს დებენ რა. ესე გამოსვლა არ შეიძლება. აი ხლა მოვდივარ და შენ არ წახვიდე დედა სიხარულო. შენ ქცე მას სიცოცხლე. შენ ქცე მადე მოდი ჩემთან. ამ ხელა ბიჭი ჩემო ტკბილო ტყუილა გაგზარდე. მოდი დედასთან. შენ გაგაბრაზა? ვაიმე. ვინ გაბედა? ადი დედას გულუ აქ. ადი ჩემო ცხოვრ. ადი. გული შეჭიდე. სადაგდია. აი მოდენა ძაღლი ხარ ერთი კატა ვერ გაგიგდია რას ვიყურე. სადაგდია. რას გამოჩნდება მივამიწეფიცო. ტაკი შეგდე. აი დედას ცხოვრება შენ ვინ გეჩხუბა. შენ ვინ ხედავ მაგას? კარგი რატვინიც შემიწიანი სატანად. ჩემი ცხოვრება მოდით აქ ერთი წა. მოდი ჩემი პრინცი. მაგან არ იცის რომ შენ როგორი გაზრდილი მყეხარ. გაგაბრაზადე. ჩემი პატარა. ჩემი სიცოცხლე. შენ სახლში ვინ შემოვიდა? დედი იგივე ჩემთან გამოიქეც იცი რას ვუსავ მაგას გავგლეჯავ შუაზე. შენ არ შეგეშინდეს. კაკი შენ კიდე. ბურთი გავარდყი. ერთი არ აქცდეს. არც მეორე. ჩემი გამაცი. ეგ რომ მოეთრევა შენ ჩემთან მოდი ხოლმე გაიგე? დედას პატარა. ვაიმე, ჩემი პატარა როგორ შეშინებულია. ვაიმე, რა ტკბილია ხალხნო, როგორი ტკილია. ვინ გამიბრაზა ბავში? ჩემო სიცოცხლე რა თბილი ხარ ნეტა იცოდე. მითით. მოდი ჩენა, შეჩეგეშინდა დედი, მოდი. ანუ ის მეორე შავიც პატარა და ის დედალიც იქით არის. კონკრეტულად ამას გამოეკირე. კაცი რა ღმერთო, ვაიმე ვეღარ ვიტანა ემას. ჯანდაბა. აი ხა დაგინახე. აი ხა მოშორდი მაგედან ჩქარა. ეს სწრაფად როგორ ამოძრაობს. აი დედა სიხარულო. შეაშინე ჩემი პრინცი. დედას ხალხნო ინდა უსავყიდი აიგრევე ცოცხლათა. გამატარე ორი წამი. გაჩუქებ აღარ ავყიდი გაჩუ. ეს არის იაპონკა. დედლის დადებული მარტო ამოდენა ქათმებში ერთ ცალდეებს ხალხ. აი მე რასა. გამარჯობა, გვეუბედურებო თქვენ. აი მან დადო კვერცხი ხალხნო. გაახედეთ უკან საოპერაციოა ეს უბედური. მე ნახა მაინც აკეისროს გაუკეთებდი. ეს ცოტა თამამია რა, არა უშავრა კვერცხიც დადო რაღაცა. ეს რაღაცა შეჭამეს. აი ის იქითა დგომით დაიღალა და დაჯდა. ნახე დღეს ჩამიგდეს. ეხლა უნდა განახოთ შეგადარებინოთ კვერცხი, რომელი დადო. შეხედე.
ეს არის იაპონკას კვერცხი. ეს არის აი იმ უბედურმა რო დადო სადღაცას რო დაფანცალებს. სად არის ეს უბედური? ნუ აი მან რა ერთ-ერთ. შეხედეთ. შეხედეთ. აი ეს იაპონკას კვერცხები ალაგია. ხვალეც მე მგონი და ზეგაც საჭმელი მეყოფა. ნუ ხვალე მაინც, რატა, მე გავაკეთებ. გამატარე. ასაკა. ჩემი ორი ლამაზი. ჩემი პატარები. ჩემი ამ ხელატანის კაცი, მაგრამ მაინც მშიშარა. აი მის ბრალია სულ, აი. ქალბატონო. შენი შეყარებული მოგძანდა, გაიგე? გელაპარაკებია და მიყურე. შენი შეყარებული იყო მოსული. და ოჯახის წევრებს დაგივთხოვ. მოდი აქ. ბებილო, ეს პარკები მინაწეწა ხა. წამოდი დედ, მოდი, ჩემთან ამოხარ. წამოდი მაღლა ავიდეთ, წამოდი მაღლა. წამოდი შემოცხოვდება, მოდი დედა მაგიყვანოს და ის, მოდი. დედა სიხარ. წამოხვალ მაღლა. წამოდით. წამოდი შენ შემოგიშვებ, წამო ოთახში, მოდი. წამო. მოდი ჩქარა. დგანან ბატებივით. საერთოდ დავფინე. ძირითადად ისეთებია გარდა იქ თეთრებისა, რომ წესით უნდა დაშრეს და ეგრევე დავფინო. დავკიდო. კი არა და შევინახო. მაგრამ ნესტიანები. აი ჩემი ვაჟბატონის ადგილია. იმედია გაშრება. ესე იქ ხო ვერ დავაყენი ამ ხალათს ყიდვის საშველი რა. თუ მოხდება ბაზრობის კეფიკი. ახლა იქ ტელეფონში მაქვს სკრინები ფილმების. ერთ-ერთ ფილმს დავსკრინო. დავსკრინე უბრალოდ. ჩავრთავ და დავიწყებ დაუთოებას. და ამ ფილმს ქვია, მე მგონი წაღან დავსკრინე. ერთი წამით ვნახოთ. აი მე ჩემი ქათმები და მის სკრინია ხალხო. რობინ ჰუდიო. მაგრამ არ მინახე აი ეს. რაღაცა პატარა მონაკვეთები იყო იმაზე. რა ქვია? TikTok-ზე და მომეწონა ეს სიუჟეტი რაღაცა და დავსკრინე მე ვნახავ მეთქი და რობინ ჰუდი ყოფილი. ეხლა ჩავთო და დავაუთოებ თან. კარგად. წავედი აბახი თქვენით. აბახი და აბახო.